პირველ დეკემბერს კრემლმა გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, როგორ აწვდიან საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია სპეციალურ სამხედრო ფორმაში გამოწყობილ პუტინს მაღალი რანგის სამხედრო პირები. შეხვედრაზე, რომელიც 30 ნოემბერს გაიმართა, გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ რუსულმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს დონეცკის რეგიონში არსებულ ქალაქ პოკროვსკზე და ხარკივის რეგიონის ქალაქ ვოვჩანსკზე. რუსული მხარე არ ღალატობს ჩვევას და ქალაქ პოკროვსკს მისი ძველი საბჭოთა სახელით კრასნოარმეისკით მოიხსენიებს. გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი ქალაქ მირნოგრადსაც საბჭოთა სახელს დიმიტროვს უწოდებს. კონსტანტინოვკას სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილები ჩვენი კონტროლის ქვეშ მოექცა. ეს ქალაქში არსებული შენობების საერთო რაოდენობის 30%-ზე მეტს შეადგენს. ცენტრის დაჯგუფების ძალებმა გაათავისუფლეს ქალაქი კრასნოარმეისკი და განაგრძობენ დიმიტროვში მტრის დანაყოფების განადგურებას. ერთ-ერთმა სამხედრო მეთაურმა პუტინს ისიც მოახსენა, რომ მათი დანაყოფები კვლავ ებრძვიან პოკროვსკში მცირე ჯგუფებს. უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსები უკრაინელ სამხედროებს მტერს უწოდებენ, მათ განადგურებით ემუქრებიან და არიშურებენ ძალისხმევას პუტინის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. მინდა მადლობა გადაგიხადოთ კრასნოარმეისკში ჩვენი მუშაობის შედეგებისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ჯგუფის მთელ სარდლობასა და პერსონალს და რა თქმა უნდა ჩვენს ჯარისკაცებს, ბიჭებს, რომლებიც ასრულებენ ამ საბრძოლო დავალებებს. ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს და ეს უზრუნველყოფს, რომ ჩვენ თანდათანობით მივახციოთ ყველა იმ ძირითად ამოცანას, რომლის წინაშეც ვდგავართ და რომლებიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისშივე იყო დასახული. პუტინი კვლავ გრძალავს სამწლიანი სამხედრო აგრესიის სიტყვაობით მოხსენიებას და უკრაინის ოკუპაციას კვლავ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს. ასე იქცევიან რუსი სამხედრო მაღალჩინოსნებიც. როგორც პუტინი იტყვის, ისინი არა ომში, არამედ ოპერაციაში მიდიან და არა ომში, არამედ სპეციალურ ოპერაციაში იღუპებიან. რაც შეეხება პოკროვსკზე მათი კონტროლის სრულად დამყარებას, უკრაინული მხარე ამასთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებს. 1 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ პოკროვსკსა და სხვა მიმართულებებზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. პოკროვსკი აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე მდებარეობს და შედის იმ გამაგრებული ქალაქების ხაზში, რომელიც გადამწყვეტია უკრაინის ამ რეგიონის თავდაცვისთვის.